უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ბაჩობებია და დავით ღოღაძეს სამშობლოში ჩამოასვენეს. აეროპორტში მათ ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. ბებიასა და ღოღაძეს თავდაცვის სამინისტრომ საპატიო ყარაული არ დაახვედრა. ღოღაძეს თელავში, ბებიას კი ზუგდიდში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. ორბანთან დაკავშირებული ოლიგარქები მილიარდებს შორეულ ქვეყნებში რიცხავენ და ქვეყნიდან გარბიან. ამში ნარსის განცხადებას მომავალი პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. მადიარის ცნობით ოლიგარქებმა დაიწყეს პროპაგანდისტული მედია საშუალებების სასწრაფოდ გაყიდვაც. მადიარი პროკურატურასა და პოლიციას მოუწოდებს დააკავოს და გაუყინოს მათ მოპარული ფული. 40 წელი ჩერნობილის ბირთვული კატასტროფიდან 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი აფეთქდა. რუსეთი მსოფლიოს კიდევ ერთხელ აყენებს ტექნოგენური კატასტროფის ზღვარზე, აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, რუსულ-ირანული შაჰიდები მუდმივად დაფრინავენ სადგურის თავზე. უკრაინაში დღეს მოლდოვის პრეზიდენტიც ჩავიდა. სანდუ და ზელენსკი ჩერნობილში პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. პუტინსა და კიმ ჩენ ინის შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა არის მომავლის მშენებლობის გარანტი ყველაზე რთულ დროს. განაცხადა ჩრდილოეთ კორეაში ჩასულმა რუსეთის დუმის თავმჯდომარემ. ვიაჩესლავ ვოლოდინი ფხენიაში კიმ ჩენ ინს შეხვდა და უკრაინის წინააღმდეგ ომში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.